რატომ იგრძნობა მეტროში სპეციფიკური გოგირდის სუნი? არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყველა სადგურზე ასეა და გოგირდის სუნი მეტროს სურნელთან არის გაიგივებული. თუმცა სინამდვილეში თბილისის მეტროში გოგირდის სუნს თავისი ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს და ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. მანამდე კი გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ბევრი მსგავსი საინტერესო ვიდეო. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ესკიზი შედგა თბილისის მეორე გეგმაზე მუშაობის დროს. მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1951 წლის 29 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ჯერ კიდევ არ იყო მილიონიანი ქალაქი, რაც მეტროს ნებართვისთვის აუცილებელი პირობა იყო, 1951 წელს მაინც გადაწყდა აქ მეტროს აშენება. მშენებლობა რელიეფის და გეოლოგიური პირობების გამო რთულ საინჟინრო პრობლემებთან იყო დაკავშირებული. პირველ ხაზს ორჯერ უნდა გადაეკვეთა მტკვრის ხეობა. ქალაქის ქვეშ ასაშენებელი იყო 7 ღრმა განლაგების სადგური. ღრმად ითვლება 20 მეტრზე მეტი სიღრმის სადგური. მაგალითად, მეტრო რუსთაველის სიღრმე 60 მეტრია. დაწყებული საპროექტო და ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა ფინანსების გამო. და მხოლოდ 1960-იან წლებში განახლდა, რამაც პირდაპირ გავლენა მოახდინა თბილისის მეტროს არქიტექტურაზე. (1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი 6.3 კილომეტრი 6 სადგურით. დიდუბე, ელექტროდეპო, ოქტომბერი, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი. 1966 წელი. ახლოვდება ნანატრიწული. თბილისის მეტრო გაიხსნა. თავიდან ამ სადგურებზე მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით ხორციელდებოდა. მხოლოდ 1967 წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურს 300 არაგველამდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, ხოლო გადასარბენი გვირაბის სადგურ ოქტომბერის მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა თელს ტრასაზე 2 ლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა. სწორედ მშენებლობის ამ ეტაპს უკავშირდება თბილისის მეტროში გოგირდის სუნის პირველად გავრცელება. Тбилисского метро становится все обширнее и богаче. В недалеком будущем начнутся работы по направлению университетского комплекса и Жуганского массива. Наступит время, когда метрополитен свяжет между собой подземными магистралями все районы. Наш стремительный век дорога каждая минута. Метрополитен бережет людям время, создает для них удобства. მშენებლობის დროს კომუნისტებმა ამ ადგილას მტკვრის მარცხენა ნაპირზე განლაგებული ერთადერთი აბანო დააზიანეს და გოგირდის წყალი აბანოს ნაცვლად მეტროს მშენებარე გვირაბებში წავიდა. როდესაც გვირაბი გაჭრეს, გადაიკვეთა მისი წყაროები და გოგირდის ძალიან მძაფრი სუნი დადგა. გოგირდის აბანოებს კი წყლის მიწოდება შეუწყდა. დიდი მცდელობის შემდეგ მოხერხდა მიწისქვეშა კალაპოტის აღდგენა, თუმცა
სიანის ბოლომდე გამოსწორება კომუნისტებმა ვერ შეძლეს. ამიტომ დღემდე გოგირდის წყლის ნაწილი გვირაბებში მიედინება. ამიტომაც მეტროსადგურებში ავლაბარსა და სამას არაგველზე გოგირდის მძაფრი სუნი ახლაც იგრძნობა, რაც რჩება ადამიანთა მეხსიერებაში როგორც მეტროს სუნი და ამ სურნელის თელს მეტროპოლიტენზე განზოგადება ხდება. ამის გარდა მეტრო სამასი არაგველი არქიტექტურითაც გამოირჩევა. როგორც ეს საბჭოთა ქალაქებში უკვე 1930-იან წლებიდან იყო დამკვიდრებული, მეტროს დანიშნულება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ გზავრის ერთი წერტილიდან მეორეში გადაყვანა. საბჭოთა მეტრო, განსაკუთრებით კი მისი მიწისქვეშა ვესტიბიულების დიზაინი, ფაქტობრივად სოციალისტური წყობის პროპაგანდის იარაღად გამოიყენებოდა. პირვანდელი ჩანაფიქრის მიხედვით, თბილისის მეტროც ისევე პომპეზურად უნდა ყოფილიყო გაფორმებული, როგორც მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის, მაგრამ ისე მოხდა, რომ საპროექტო და სამშენებლო პაუზის გამო თბილისის მეტროს ახალი სადგურები უკვე მოდერნისტული არქიტექტურის ეპოქაში დაპროექტდა. მეტრო სადგურ სამასი არაგველის ცალკე მდგომი პავილიონის არქიტექტურა მინიმალისტურია. შენობა მართკუთხა ფორმის გამწვანებელ ნაკვეთზე დგას. მთავარ შესასვლელთან განლაგებული იყო პატარა დეკორატიული აუზი, მეორე მხარეს კი ღია კაფე სანაყინე. ინტერიერის დიდ ნაწილს ვესტიბიულის ორსინათლიანი სამხრეთის და აღმოსავლეთის მხარეს შემინული სივრცე შეადგენს, საიდანაც ესკალატორები მიწისქვეშა ბაქანთან ჩადის. ბრტყელი გადახურვა ძლიერ სვეტებს ეყრდნობა. მართალია დეკორის მიმართ მოთხოვნები გამარტივებული იყო, მაგრამ მოსაპირკეთებლად მაინც ძვირადღირებული მარმარილო და გრანიტის ქვა გამოიყენებოდა. პილონები და სვეტები მარმარილოთი, ხოლო იატაკები გრანიტის ქვითაა მოპირკეთებული. ხშირ შემთხვევაში მეტროსადგურის მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეებს სხვადასხვა არქიტექტორი აპროექტებდა. სამასი არაგველის ქვედა ვესტიბიულის ავტორია გიგა ბათიაშვილი. ქართველი მხატვრობისაა და მოქანდაკეების შექმნილი დეკორატიული ელემენტები მცირე რაოდენობით, მაგრამ დღესაც ამშვენებს თბილისის მეტროს. სამასი არაგველი მეომრის სამსახურის სპილენძის შესანიშნავი ჭედური ბარელიეფის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ თენგიზ გიგაურია, გივი გიგაურთან ერთად. თამაზ თებზაძის პროექტების მიხედვით 1967 წელს აშენებული ორი მოდერნისტული პავილიონი მეტროსადგურის სამასი არაგველი და ნაძალადევი რამაზ კიკნაძესთან ერთად ქართული მოდერნიზმის საუკეთესო მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. აშენდა 23 სადგური მეტროს ორ ხაზზე. თუმცა არსებობდა კიდევ სხვა სადგურების პროექტები, მათი ნაწილის მშენებლობა დაწყებულიც იყო. თუმცა ჩვენ ამ თემაზე უკვე სხვა ვიდეოებში ვისაუბრებთ და მოგიყვებით მეტროს მესამე ხაზის ისტორიას, რომელიც დიღომს მოსკოვის გამზირთან დააკავშირებდა. მეტრო დამკვიდრდა თბილისელთა ცხოვრებაში.
ჯერ მხოლოდ 6 სადგურია ხალხის სამსახურში. მოვა დრო და მიწისქვეშა მაგისტრალები ყველა მიმართულებით დასერავენ თბილისს.